გმადლობთ მარკ ლევინ. ნეტავ შემეძლოს, თქვენ ჩემი მრჩეველი იყოთ. ყოველ დღე. იცით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყველაფერს აკეთებს, რასაც მე ვთხოვ. ისრაელში კი ამბობენ, რომ მე ყველაფერს ვაკეთებ, რასაც ის მთხოვს. არც ერთი არ არის სიმართლე. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და ამაყი ქვეყნების ლიდერები. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს. მე ვიცავ ისრაელის ინტერესებს. და მის უსაფრთხოებას. ხშირად ჩვენ ერთ აზრზე ვართ, ზოგჯერ კი არა. მაგრამ ჩვენ ვცემთ პატივს ერთმანეთის სუვერენიტეტს, ლიდერობას და ერთგულებას ჩვენი ხალხის მიმართ. გასულ წელს, როცა ამ სცენაზე ვიდექი, თქვენგან ზოგიერთები დავინახე. ამჟამად თქვენგან ვერავის ვხედავ. მაგრამ დავინახე რამდენიმე ძვირფასი მეგობარი, რომლებიც აქ არიან. რიჩარდ, მადლობა. ჩვენთან ერთად არის ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბი პრეზიდენტიც. მადლობა ქალბატონო. ხვალ გვექნება საუბრის შესაძლებლობა. აქ ძალიან ბევრი ძვირფასი მეგობარია. დამას გულწრფელად ვამბობ. გასულ წელს, როცა ამ სცენაზე ვიდექი, ვსაუბრობდი გადაწყვეტილებებზე, რთულ გადაწყვეტილებებზე, ისტორიულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც იმ დროს ბევრმა, მათ შორის ჩემ წინააღმდეგ მყოფმა კანდიდატებმა თქვეს, რომ არ უნდა მიმეღო. მითხრეს, რომ რაფაში არ შევსულიყავი. რაფაში შევედი. მითხრეს. ჰეზბოლაზე არ დაგვერთხა. ჩვენ დავარტყით ჰეზბოლას. მითხრეს. არ დაგვეპირისპირებინა ირანისთვის. ჩვენ დავპირისპირდით ირანს. და დღეს მინდა ერთი მარტივი კითხვით დავიწყო. რას მივახციეთ? იმიტომ რომ SLD ადამიანები და მათი მოკავშირეები მედიაში ცდილობენ შეამცირონ ჩვენი მიღწევები. სინამდვილეში ისინი ცდილობენ მთლიანად გააქრონ ისინი. აბა, რას მივახციეთ? რას მივახციეთ? ჩვენ ირანს შეუშალეთ ხელი, განეხორციელებინა გეგმა ჩვენი განადგურების შესახებ და დღეს მათ ექნებოდათ ბირთვული იარაღი, ატომური ბომბი ამის გასაკეთებლად. ჩვენ ეს შევაჩერეთ. ჩვენ მოხსენით ეგზისტენციალური საფრთხე. და რომ არ გვემოქმედა, ოპერაცია არმავალი ლომის დროს და შემდეგ ოპერაცია მბრდღვინავი ლომის დროს ირანს ექნებოდა ატომური ბომბები და ნებამომეცით რაღაც გითხრათ. ისინი გამოიყენებდნენ მათ. სწორედ ეს შევაჩერეთ ჩვენ. ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან, ამერიკის საჰაერო ძალებთან და ამერიკულ სამხედრო ძალებთან ერთად ჩვენი ისტორიის ყველაზე დიდი საჰაერო იერიში განვახორციელეთ. ჩვენ გავანადგურეთ ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურა. ჩვენ გამოვთიშეთ მათი 20 წამყვანი ბირთვული მეცნიერი. 12 აღმავალი ხაზით, კიდევ 8 მღერადი ხაზით და როცა მეცნიერებს გამოთიშავ, ძალიან რთულია ბირთვული იარაღის შექმნა. უკიდურესად რთულია. ჩვენ ტერორის რეჟიმის ხელმძღვანელობა მოუკვეთეთ. ჩვენ მათი რაკეტების ინდუსტრია გავანადგურეთ. ჩვენ მათი საზღვაო ძალები გავანადგურეთ. ჩვენ მათი საჰაერო ძალებიც გავანადგურეთ. ჩვენ მათი სამხედრო ინდუსტრიები დავარტყით. ჩვენ მათი ხიდები დავარტყით. ჩვენ იმდენ ობიექტს დავარტყით, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის ეკონომიკაზე მიყენებული ზიანი მილიონებში არ ითვლება. ის არ ითვლება ასეულ მილიონებში, ის არ ითვლება ასეულ მილიარდებში, ის ითვლება ასობით და ასობით მილიარდ დოლარად. მათ ძალიან დიდი დრო დასჭირდებათ, რომ აღიდგინონ ეს, ძალიან დიდი დრო. და შეიძლება ვერც აღიდგინონ. რადგან როცა ასეთ დარტყმებს მიაყენებ და როცა რეჟიმსა და ხალხს შორის ასეთი ღრმა ბზარია, ვერ იტყვი, როდის დაეცემა ასეთი რეჟიმი. და ვფიქრობ, ჩვენ შევქმნით პირობები მისი მომავალი დაცემისთვის. ეს იქნება ნამდვილი ტრიუმფი, როცა ირანის ხალხი საკუთარ ბედს, საკუთარ ხელში აიღებს და დაამხობს ამ სასტიკ რეჟიმს, რომელიც მათ და დანარჩენ მსოფლიოს ატერორებს. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ირანს არ დაუპირისპირდით, ჩვენ დავამსხვრიეთ ირანის ტერორის ღერძი. ჩვენ გავანეიტრალეთ სინვარი. ჩვენ გავანეიტრალეთ ანია. ჩვენ გავანეიტრალეთ დეფი. ჩვენ გავანეიტრალეთ 10,000-ობით ტერორისტი.
და მიუხედავად იმ ადამიანებისა, ვინც ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, ჩვენ ისრაელში დავაბრუნეთ ყველა მძევალი, თითოეული მათგანი. ამასაც ჩემი ზოგიერთი კრიტიკოსი არ უნდა რომ ეს გაახსენოთ, მაგრამ ისინი ამბობდნენ, გაჩერდით რაფამდე. შეთანხმებას მიაღწიეთ. დავიჭიროთ ტერორისტები, გამოვიყვანოთ ჩვენი მძევლები, რაფაში შესვლა არ გჭირდება, ფილადელფიის კორიდორის აღება არ გჭირდება, ჰეზბოლასთან დაპირისპირება არ გჭირდება. ღმერთის გულისათვის ირანთან დაპირისპირება არ უნდა დავიწყოთ. მაგრამ ჩვენ მათ არ მოусმინეთ და მაინც გავაკეთეთ ეს. და ჩვენ ისინი დავაბრუნეთ, რადგან ჩვენი მამაცი ჯარისკაცები, ჩვენი შეუდარებლად გმირი ჯარისკაცები, პირდაპირ მათ ციხესიმაგრეში, ღაზაში შევიყვანეთ. და მათ კაპიტულაცია გამოაცხადეს. ჩვენ უკან დავაბრუნეთ ყველა მძევალი, უკანასკნელიც კი, და ეს არის მიღწევა, რითაც ვფიქრობ, მთელი ისრაელის ხალხი და თავისუფალი სამყაროს ყველა ადამიანი უნდა ამაყობდეს. ჩვენ ისინი დავაბრუნეთ. ლიბანში ჩვენ ავაფეთქეთ. არ ვიცი ამას ბიპერები ვუწოდოთ თუ პეიჯერები. ამერიკაში რას იყენებთ? ბიპერები. ჩვენ ავაფეთქეთ ბიპერები. ჩვენ გავანეიტრალეთ ნასრალა. ჩვენ გავანადგურეთ ჰეზბოლას სამხედრო მანქანა. ჩვენ შევაჩერეთ რედვანის ძალა გალილეაში შეჭრისგან. ჩვენ გავანადგურეთ 150,000 რაკეტიდან და რაკეტიდან, რომელიც ჰეზბოლამ ჩვენს წინააღმდეგ დააგროვა, 90%-ზე მეტი. ჩვენ გავამყარეთ უსაფრთხოების ზონა ღაზაში. ჩვენ გავამყარეთ უსაფრთხოების ზონა სირიაში. ჩვენ გავამყარეთ უსაფრთხოების ზონა ლიბანში და შევინარჩუნებთ მას მანამ, სანამ ჩვენი ხალხის დასაცავად საჭირო იქნება. გეტყვით კიდევ ერთ მიღწევას, რომელიც ჩემი აზრით ბევრ მხრივ როგორც სარამეუბნება და მე უსმენ, იცით რას ამბობენ ბიბლიაში? ყველაფერი, რაც სარამ უთხრა აბრაამს, იცით და რაც ღმერთმა თქვა. მან თქვა ყველაფერი, რასაც სარა გეტყვის, უნდა მოусმინო მას. კარგი, მე აბრაამი არ ვარ, მაგრამ ჩემს შვილს ვუსმენ, ვფიქრობ, ყველაზე დიდი მიღწევა რაც გვაქვს არის შიშის ბარიერის გარღვევა. წლების განმავლობაში ხალხი გვეუბნებოდა, თქვენ ვერ შეუტევთ ირანის მიწას. დიახ, შეგიძლიათ მოსადის ოპერაციები ჩაატაროთ და ჩვენ ჩავატარეთ კიდეც, საკმაოდ ბევრი. მე ბევრს მივეცი ნებართვა. მაგრამ თქვენ ვერ გაგზავნით ჩვენს სამხედროებს ირანში. მაგრამ ჩვენ ეს შევცვალეთ. ჩვენ გავგზავნეთ ჩვენი მასპით, ჩვენი მასპილოტები ირანის ცაზე და მან ადგურეს სამიზნეები, რეჟიმის სამიზნეები, ტერორის სამიზნეები. სარაკეტო ბატარეები, სარაკეტო საწარმოები და ბირთვული ობიექტები. ჩვენ შევცვალეთ ისრაელის უსაფრთხოების დოქტრინა. ჩვენ ვიწყებთ, ვუტევთ, ვაოცებთ და ვუტევთ იმ მტრებს, რომლებიც ჩვენი განადგურებისკენ ისწრაფვიან, რომლებიც ჩვენს მოკლას ცდილობენ. ჩვენ ვუტევთ მათ მანამდე, სანამ მათ ამის შანსი ექნებათ. თუ იცით ებრაული, აკამ ლორგეხა, აშკემ ლოგო, მოკალი ისინი პირველმა. ეხლა მე აქ მოვედი მე-5 ათწლეულის იუბილედან. ჩემი ძმის დაცემის 50 წლის თავიდან ანტებეში. თაწმინდიდან მის საფლავთან. იუნიფელი ანტებეში. ის ხელმძღვანელობდა თავის ჯარისკაცებს ოპერაციაში, რომელიც თანამედროვე დროის უდიდეს სამაშველო ოპერაციად ითვლება. ანტებემ აჩვენა, რომ თავისუფალ ხალხს, თუ ისინი გაბედულებას მოიკრებენ, ძალასა და ნებისყოფას მოაგროვებენ. შეუძლია დაამარცხონ ყველაზე მძიმე ტირანიები, მსოფლიოს ყველაზე მძიმე ტირანიები, როგორი საშიშიც არ უნდა იყოს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს. და მართლაც, ანტებეს ოპერაციის შემდეგ გატაცებების ტალღა, რომელიც თემ მსოფლიოს ფარავდა, გატაცებების ეს ტალღა შეწყდა, თითქმის მთლიანად შეწყდა. მაგრამ ტერორის რეჟიმები არ გამქრალა. და სინამდვილეში ისინი ზრდას აგრძელებდნენ. და მათ შორის ყველაზე უარესი, რა თქმა უნდა, ირანია, ტერორიზმის უდიდესი სპონსორი პლანეტაზე. 35 წელი მას შემდეგ, რაც იონი ანტებეში დაეცა, 2010 წელს.
ჩემმა მამამ იზეიმა აქედან არცისე შორს, ბეგინის ინსტიტუტში. მან არ იზეიმა, მისთვის იზეიმეს მისი 100 წლის იუბილე. და ისტორიკოსებმა ისაუბრეს მის ისტორიულ კვლევებზე ესპანეთის ინკვიზიციასა და სიონიზმის წარმოშობაზე. და ისინი, ვინც იცოდნენ მისი ქმედებების ისტორია შეერთებულ შტატებში, ებრაული სახელმწიფოს მხარდასაჭერად მეორე მსოფლიო ომის დროს, მისი შეხვედრები აიზენჰაუერთან და ბევრ სხვასთან ამაზეც ისაუბრეს. და დღის განმავლობაში ჩატარებული ლექციებისა და კომპლიმენტების ქების შემდეგ მამაჩემი სცენაზე ავიდა დახმარების გარეშე. ის 100 წლის იყო. და მან ეს თქვა. მან თქვა, მადლობა კომპლიმენტებისთვის, მადლობა ამ კეთილი სიტყვებისთვის, მაგრამ დრო ცოტა გვაქვს. მაშ ნებამომეცით პირდაპირ საქმეზე გადავიდე. და აი რა თქვა მან, აი მთავარი აზრი. ირანი იფიცებს, რომ გაანადგურებს ებრაულ სახელმწიფოს. ისრაელის ხალხი მსოფლიოს აჩვენებს, როგორ უნდა იქცეოდეს ერი, როდესაც ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგას. შეუშინებლად შეხედე საფრთხეს. შვიდად დაფიქრდი, რა უნდა გაკეთდეს და რა შეიძლება გაკეთდეს და იყავი მზად, საჭირო მომენტში, ბრძოლაში შესასვლელად. და შემდეგ მან დაასრულა თავისი გამოსვლა. ეს არის ბოლო საჯარო სიტყვები ჩემი მამის ცხოვრებაში. ამან მიმიყვანა მტკიცე რწმენამდე, თქვა მან, რომ ჩვენი ხალხი უკან დააბრუნებს ჩვენს არსებობას დამუკრებულ საფრთხეს. ხო. 16 წლის შემდეგ ზუსტად ასე მოვიქეცით. და ახლა გეუბნებით იმას, რას რამდენიმე საათის წინ ჩემი ძმის საფლავთან ვთქვი დღეს. უთხარი, არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება მოლაპარაკებებში, შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე. გპირდებით, რომ ირანი, სანამ მე ვარ პრემიერ-მინისტრი, არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. არასოდეს. სანამ მე ვარ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ამას არ დაუშვებ. და ლიბანზე კიდევ რაღაცა ვთქვი. თქვი და ახაც რამდენიმე წუთის წინ გავიმეორე. სანამ ჩვენი ხალხის დაცვა დაგვჭირდება, სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონაში დავრჩებით. და მიზეზი სრულიად გასაგებია. არც ერთ ქვეყანას არ მოსთხოვდნენ სხვაგვარად მოქცევას. ეხლა წარმოიდგინეთ შეერთებული შტატები. საზღვრის მიღმა თქვენ ყავთ ათასობით ტერორისტის არმია, რომლებიც თქვენს ქალაქებსა და სოფლებში რაკეტებით, ბალისტიკური რაკეტებითა და საბრძოლო დრონებით არბევენ. ისინი კლავენ თქვენს ჯარისკაცებს, კლავენ თქვენს მოქალაქეებს, კლავენ თქვენს ბავშვებს და ყოველ დღე ემუქრებიან მათ. აბა რას გააკეთებდა ამერიკა? იტყოდა, რომ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. მოდით თავი შევიკავოთ. ეს არის ის, რასაც ამერიკა იტყოდა? არა, შენ ძალიან კარგად იცი, რას გააკეთებდა ამერიკა. ის გადაკვეთდა საზღვარს, შექმნიდა უსაფრთხოების ზონას, გაანადგურებდა ტერორისტებს და დაიცალდა თავის ხალხს, სანამ საფრთხე არ მოიხსნებოდა. ზუსტად ამას ვაკეთებ ჩვენ. და კიდევ რაღაცას გეტყვი. არც ერთი ქვეყანა ამას უკეთესად ვერ გააკეთებდა. რადგან ტერორისტები მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას არ ესხმიან თავს. ისინი საკუთარ მოსახლეობაში იმალებიან. ისინი სხვათა შორის ამით ორმაგომის დანაშაულს ჩადიან. მაშ კითხვა ესეთია, რას აკეთებ ამაზე? ჩვენ ვესხმით ტერორისტებს, მაგრამ ასეთ ომში, ასეთ ურბანულ ბრძოლაში ყოველთვის არის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. და ჩვეულებრივ დაღუპულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის თანაფარდობა, ანუ მშვიდობიან მოსახლეობასა და მებრძოლებს შორის თანაფარდობა დაახლოებით 7-დან 1-ზე ან 8-დან 1-ზეა. ღაზაში ეს მაჩვენებელი ბევრად დაბალი იყო, მიუხედავად ყველა იმ ტყუილისა და ცილისწამებისა, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგრამ მე ვკითხე ჩვენს ხალხს, თავდაცვის სამინისტროს კვლევით განყოფილებას, უთხარი, როგორი იყო ეს თანაფარდობა ლიბანში?
და დღეს მითხრეს, დღეს მივიღე ეს დოკუმენტი. პრემიერ-მინისტრო, ეს არის 5-ზე. არა თითო ტერორისტზე 5 მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე, არამედ თითო დაზარალებულ მშვიდობიან მოქალაქეზე 5 მოკლული ტერორისტი. 5-ზე ეს არავის გაუგონია. არავის გაუგონია, რადგან არც ერთი არმია არ იღებს ასეთ ზომებს, როგორც ისრაელის არმია, რომ დაარტყას ტერორისტებს და მინიმუმამდე დაიყვანოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. ამისთვის უნდა შეგვაქონ, არა დაგმონ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენ ძალებშია. ჩვენი ხალხის დასაცავად. ჩვენ ლიბანთან ომი არ გვაქვს. ჩვენ ომი გვაქვს ჰეზბოლასთან, რომელიც ტერორიზებს ლიბანს და ცდილობს ჩვენს განადგურებას. და როცა ირანის ის მარიონეტი აღარ იქნება საფრთხე, როცა ის დაშლილი და განიარაღებული იქნება, დიახ, ჩვენ მშვიდობა გვექნება ლიბანთან და მოუთმელად ველოდები, როდის მოვაწერ მას ხელს. სვანთაშორის მარკ, მე ვაპირებ აქ კიდევ დიდხანს ვიყო. მინდა რომ ეს იცოდე. ეს და სხვა საკითხები ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებშია. მე ჩემი ცხოვრება ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვას მიუძღვენი და ამას არაფერი შეცვლის. არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. და მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მყავს ჩემი ძვირფასი ოჯახის, ჩემი ცოლისა და შვილების მხარდაჭერა, მაგრამ ასევე მაქვს ისრაელის ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა. ჩვენი ხალხი ძალიან ძლიერია. ისინი ძალიან ძლიერები არიან. ჩვენი ჯარისკაცები მამაცები არიან. პლანეტაზე უფრო მამაცი ჯარისკაცები არ არსებობენ. ისინი ნამდვილი გმირები არიან. და ჩვენ კი ცედვად განწყობილნი. ჩვენ მზად ვარ დავიცვა ჩვენი. მზად ვარ დავიცვა ჩვენი ქვეყანა, რაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს. მაგრამ ნება მომეცით კიდევ რაღაცა გითხრათ, რაც ვიცი რომ თითოეულ თქვენგანს აწუხებს. ჩვენ ხედავთ ტერორიზმის მზარდ ტალღას. ის აზიანებს ყველა ქვეყანას, ამჟამად მსოფლიოს ყველა ქვეყანას და აზიანებს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. და ნება მომეცით გითხრათ, როგორ მუშაობს ანტისემიტიზმი საუკუნეების განმავლობაში. მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა დაუკარგეთ და დაუცველები გავხდით, ჩვენ დაუცველები ვიყავით არა მხოლოდ ფიზიკური თავდასხმის წინააღმდეგ, არამედ იმ ცილისწამებების წინააღმდეგაც, რომლებიც ხშირად და ყოველთვის წინ უძღოდა ამ თავდასხმებს. ამიტომ ერთ ქვეყანაში ესეთ ცილისწამებებს ვეჯახებოდით და ეს საბოლოოდ ორ რამეს იწვევდა: ან განდევნას, ან მასობრივ მკვლელობას. შემდეგ სხვა ქვეყანაში გადავედით და ზუსტად იგივე შეგვემთხვა. ლანძღვაგინების და ცილისწამებების შემდეგ ამბობდნენ, რომ ჭებს ვწამლავთ, რომ მოკლული ბავშვების სისხლს ვსვამთ, რომ ტილებს ვატარებთ. სხვათა შორის, ეს ზუსტად ის ტყუილებია, რომლებიც გაგრძელდა პირდაპირ ნაცისტების ჰოლოკოსტამდე, ზუსტად იგივე ტყუილები. ასე რომ ამ ცილისწამებებს ვეჯახებოდით, შემდეგ ხოცავდნენ, შემდეგ სხვა ქვეყანაში გვაგდებდნენ და ისევ იგივე მეორდებოდა. აი სწორედ აქ მოხდა ცვლილება. ეს მოხდა ისრაელის სახელმწიფოს აღმავლობასა და ისრაელის არმიის შექმნასთან ერთად. შეიძლება ცილისწამებების შეჩერება ვერ შევძლოთ. ისინი მოდიან და მიდიან წინასწარ განსაზღვრულ ციკლში, როგორც მამაჩემმა ისტორიკოსმა მითხრა. მაგრამ ცვლილება ის არის, რომ როცა ისინი ჩვენს დახოცვას ცდილობენ, ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ ამას აღარ ვუშვებთ. ჩვენ ვიბრძვით და უკან ვახევინებთ, ზუსტად ისე, როგორც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გავაკეთეთ. ვპირდებით, რომ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მთელ მსოფლიოში ასევე გავმართავთ. მერვე ფრონტზეც ვიბრძოლებთ. ბრძოლა ჩვენი დელეგიტიმაციის წინააღმდეგ, ბრძოლა ცილისწამების წინააღმდეგ, რომელიც ებრაელი ხალხის მიმართ არის მიმართული. მაგრამ გთხოვთ თქვენ, ამერიკის ებრაელებს და დიასპორის ებრაელებს, გააკეთოთ ერთი რამ. ადექით. ნუ მოიკუნტებით. არ შეგეშინდეთ, იბრძოლეთ, იმიტომ რომ ხალხი მხოლოდ მაშინ დაგვაფასებს, თუ ჩვენ თვითონ დავაფასებთ საკუთარ თავს. და როცა ისინი ჩვენზე ტყუილებს ამბობენ, დაუპირისპირეთ სიმართლე და ასე მოიქეცით. სამოდექით, დაიცავით სიმართლე, დაიცავით ისრაელი, დაიცავით ებრაელი ხალხი. დაიცავით ებრაელი ხალხის მომავალი. ყველას მადლობა. მადლობა. მადლობა.